მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს განვიხილოთ ისეთი თემა, რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში, რა აწუხებს ნახოთ, რა აქვს სულზე, აი სულიერად როგორ გრძნობს თავს გულზე, აი ნახოთ ახლა ყველანაირად, ახლა თქვენი ყველაზე ძალიან რა აწუხებს, ეგაც ნახოთ აუცილებლად და რაზე არ უნდა რომ ვილაპარაკოს ესეც ყველაფერი დღეს, ანუ ყველაფერი მის შესახებ, ხო, ვნახოთ დღეს ჩვენ. ვნახოთ პირველ რიგში ახლა რა მინდოდა გამიკეთებიე, ჯერ მისი სიგნიფიკაცია მინდა ვნახო, რა ენერგიებში არის და მე უკვე ყველანაირად, კითხები ცალ-ცალკე უნდა დავუსვათ, ხო? ვნახოთ ახლა მანამ დასდას ვამზადებ კიდე და კიდევ ერთხელ გავფრთხილებ და ჯერჯერობით გაგაფრთხილებთ, რომ არ წამოეგოთ, ვინც უყურებს ჩემს ვიდეოს TikTok-ზე. თუ ვზივარ გაშეშებული ასე და უკან გესმით ჩემი ხმა, იცოდეთ ეს არის ფეიკი და თუ რამეს გიგზავნით კიდე თქვენ პირადში, რომ აი მე ასე ვიზავ, დაგეხმარები, დაგიბრუნებ პარტნიორს, რაღაც სისულელები, ფრთხილად იყავით, ახლა TikTok-ზე ვდებ ხოლმე სტორში. მაინც იყავით ყურადღებით, ფეიქზე არ წამოეგოთ. Так, ვნახოთ ახლა როგორი გამოვა რა მეფე გამოვა ჩვენ. ოხ. გოგოებო, აქ ჩემო ლამაზებო, თქვენს პარტნიორს აქ აი რა არის, რა გითხრათ, იცით? ძალიან დიდი აი იცით როგორ ნახეთ როგორი არკანია, შეხედეთ, აი ეს ხელი არის გაშვერილი და ეს ცეცხლები უკიდია. ანუ თითქოს როგორ არის, იცით, აი ძალიან დიდ განცდაში არის რა, არ ვიცი რა გავაკეთო. სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისთვის ფინანსური მდგომარეობა, იმიტომ რომ არა აქვს ახლა იმ დონეზე ეს სიტუაცია, როგორც მას უნდა და ძალიან დამოკიდებული არის მისი ხასიათი, საერთოდ ეთყობა აქ ეგეთი მიდრიკილება, ეს ბევრ კაცს აქვს და არა მხოლოდ კაცებს, როცა არის, ანუ ჩემი ხასიათი და ჩემი თქვათ მდგომარეობა არის დამოკიდებული იმაზე, მაქვს თუ არა ფინანსები. მე თქვენთვის ბევრჯერ მithქვამს, რომ მამაკაცისთვის ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რომ მაგას ასე წოდებული ექსტრა კონდეს ჯიბეში. ანუ თუნდაც იმისი მინიმუმი, რაც უნდა რომ გქონდეს, არასოდეს თუ დაუშვოთ თქვენ მეუღლე ხართ, არასოდეს ისე არ გააკეთოთ, რომ თქვენი ქმარი დარჩეს საერთოდ უკაპიკოთ, ანუ ესე იგი მთლიანი ხელფასი ჩემთან არის. არა. ეგ არის ძალიან დიდი შეცდომა მამაკაცს, ძალიან კარგებად ითშეფასება. და აი აქ არის როგორი მომენტი, მინდა შენთვის, აქ ეთყობა როგორი კიდე მომენტი, უნდა რომ რაღაცა გააკეთოს, თქვათ, აი თავისი ქალისთვის თუნდაც, ხო? ან ვინმესთვის, მოდით ასეც რომ ვთქვათ, ასიამოვნოს, მაგრამ აი ეს აქ ეგრევე მაჩვენებს, რომ ყველაზე ძალიან ახლა ამ წუთში აწუხებს ეს მომენტი, რომ ანუ ფული რამდენადაც მოდის, იმდენადაც ხასიათზე იქნება. კი, აგერ გამოვიდა ეგრევე იმპერატორი. კი ბატონო. ანუ აქ რას გვეუბნება, იცით რომ მე მინდა რომ ვიყო ეს იმპერატორი, მე მინდა რომ ანუ მქონდეს ყველაფერი, მაგრამ ვეძებ გამოსავალ, მაგრამ აქ როგორი სიტუაცია, იცით, ეს ადამიანი პრინციპში ეძებს, როგორ იცით, ისეთ სამსახურს, სადაც ახლა კარგათაც ვიგრძნო თავი, კარგათაც აი შეიძლება даже როგორ იცით, ანუ აი ეს როგორი პოზიცია, იცით, რომ არაფერი ისეთი არ გავაკეთო, მაგრამ ვიყო კარგად რა. ანუ ძალიან ახლა ისეთი პოზიცია არ არის, რომ თქვა, აი მე მზად ვარ, ვიშროვ, რაღაცა გავაკეთო. ანუ ცოტა ეთყობა სჭირდება ამას კიდე გაგება, რას ნიშნავს იყო იმპერატორი. იმპერატორი ჩვენ გუშინ განვიხილეთ, ძალიან საინტერესო გაშლა იყო, ვფიქრობ, იმპერატორი როგორც აი თქვენთვის მნიშვნელოვანი მამაკაც, აქ ფინანსებზე არის ლაპარაკი და ამიტომ არის ის მომენტი, რომ ვეძებ, მაინტერესებს ის მომენტი, როგორ შემიძლია ვიყო, აი ფული მინდა რა, ესეთი ტექსტი არის. ფული მინდა, როგორ იქნება? ხა მე მინდა მეფიც მოვძებნო აქ კიდე.
აი ადვილ გზებს ეძებს პრინციპში, მაგრამ ვერ პოულობს. და სხვათა შორის როგორი მომენტი აქვს, იცით? უნდა რომ შეიცვალოს ეს სიტუაცია, ძალიან უნდა რომ შეიცვალოს, მაგრამ ბევრი ფანტაზიები აქვს ამ ადამიანს, აი რო გითხრათ რომ ფიქრობს რომ ძალიან დიდი უსამართლობა ხდება. იცით რა არის? აქ ძალიან უყვარხართ თქვენ. იმიტომ რომ ეგრევე გამოდის მეჩვენებენ აქ პირველი დედოფალი ყოველთვის ის ვინც უყურებს გაშლას, ხო? ამას აქ როგორი მომენტი, იცით? მე ხა მეფეს ვეძებ, ეს მეუბნებათ სულ სხვა რამეზე. აქ კიდე რა აწუხებს ამ ადამიანს, იცით? არ ვიცი, ყველას თქვენი მიზეზი გექნებათ, მაგრამ ამ ადამიანს აქ როგორი სიტუაცია, იცით? ყავს ქალი, რომელიც ძალიან უყვარს, რომელთანაც ძალიან მოსწონს ურთიერთობა, ძალიან მოსწონს, არის ძალიან სექსუალურადაც ძალიან იზიდავს და სხვათა შორის აქ როგორი მომენტი არის, იცით? აი ვეტყოდი რომ თქვათ, ну თუ ცოლი ხართ, ოკეი, просто ხა არ გამოდის ესეთი არკანები, რომ თქვათ ახლა შეიძლება დაუშვოთ ცოლი ხარ, თქვათ ახლა ამას უნდა რომ ყველაფერი კარგი გააკეთოს თავისი ოჯახისთვის და ეძებს რაღაც გამოსავალს, იმიტომ რომ ძალიან უყვარს ოჯახი. არ გამოვრიცხავ. იმიტომ რომ საჯარო გაშლა არის მით უფრო მაგიტომაც, მაგრამ კიდე არის მომენტი, როცა ფიქრობს რომ აი თითქოს როგორი თემაა, იცით, აი მე შინია დავკარგო რომ მე აი თქვათ ქალი ყავს, თქვათ კი არა, ქალი ყავს ამას, რომელიც მაგას უყვარს. რომელთანაც ძალიან კარგად გრძნობს თავს. მაგრამ აი აქ თითქოს რა წავიკითხე, ეცეთ რაღაცა შიში მაქვს იმისი რომ ეს ქალი ანუ თუ არის რამე მიზეზი, მოდით დავარქვათ მიზეზი, რომ შეიძლება თქვათ დაკარგოს თქვათ. ეს მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, ეს შეიძლება იყოს ასაკში სხვაობა, შეიძლება სხვაობა თქვათ სტატუსში, შეიძლება სხვაობა იყოს ну, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ну, ბევრი რაღაცა მომენტები შეიძლება თქვენი უნდა გქონდეთ და აი ეს მომენტი როგორია, იცით, რომ მე შინია რომ სამომავლოდ ეს თუ არ იქნება, მე როგორ ვიქნები? აი ეგეთი რამე იკითხება აქ. თვითონ მეპესადა. აი თითქოს როგორი მომენტი არის, იცით, რომ ყველაფერი არა, ну აქ ახლა აგერ მოვიდა. აი აქ როგორი ახლა ჩვენს გითხავთ ყველაფერს კიდე დაწვრილებით, მაგრამ აქ როგორი თემა, იცით, ამას შიში აქვს. ამას უნდა რომ თქვენ აი თითქოს როგორ არის, იცით, არ წამართვა, ანუ ეს ხალიო. და დიდხანს იყოს ჩემთან აი ესეთი კარგი და ახალგაზრდა და ლამაზი. ახალგაზრდა შეიძლება თქვენ დაუშვათ ასაკი გაქვთ სხვაობა, მაგრამ სულიერად გრძნობ თავს ახალგაზრდულად, იცით? აქ როგორი ენერგია მომდის, იცით? აი შიშის ენერგია წამოვიდა, მე შინია დაკარგვის. მოდით ნახოთ. აქაც ნახეთ როგორ უყვარს ეს ამას და უნდა რომ ეს რამე შეიცვალოს. არ მინდა რომ დასრულდეს ეს ბედნიერება. მინდა რომ ამას შიში აქ გოგოება არ ვიცი ახლა, მაგრამ აქ ადამიანს აქვს ძალიან დიდი შიში რისი, ისიც რომ ეს ურთიერთობა თუ დასრულდება, მე რა გავაკეთე, რა ვქნა. იმიტომ რომ აქ არა აქვს მნიშვნელობა ახლა იმის შეიძლება ხართ ერთად არა ხართ, იმიტომ რომ შეიძლება იყოს მანძილიც, მაგრამ შეიძლება არც ახართ სულქმრული ურთიერთობაში.
შეიძლება არის რამე მიზეზი, რატომ არა ხართ ამ ურთიერთობაში, მოდით ახლა საჯარო კავშირში ყოველას თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ძალიან დიდი განცდა აქვს ადამიანს ამ თემაზე. რო შემიძლია გითან, ახლა აქ როგორ არის, იცით, აქ არ არის ეს მომენტი, რომ მე შინია დაკარგვის რაღაცის გამო, თქვა დაუშვათ ახლა ფინანსების გამო, არა. აქ იმენამაჩვენებს იმას, რომ აი თითქოს ეს ანუ თქვენ აქ ესეთი ადამიანი ხართ მისთვის, აი უკვე აი კომფორტულადაც გრძნობს თავს, კარგადაც გრძნობს თავს და შიში აქვს. მოდით ვნახოთ მაინც ახლა ცალ-ცალკე ყველა კითხვაზე დავუსვოთ, მივიღოთ პასუხები, დავუსვოთ კითხვები და იმიტომ რომ ცოტა ისეთი ენერგიებია, რომ ну რა თქმა უნდა, იცით რა არის, არა აქვს მნიშვნელობა, არაფერს აბსოლუტურად, არც ეროვნებას, არც წლოვანებას, არც სტატუსებს. როცა შენ ადამიანთან კარგად გრძნობ თავს, აი ყველაფერი მიდის, აი სულიერად თუ კარგად გრძნობ თავს, ყველაფერი აბსოლუტურად მიდის მე-15 ადგილზე რა. ანუ თქვათ, ახლა შეიძლება ქალს ფული არ აქვს, კაცს არ აქვს, მაგრამ სულიერად არიან რაღაცნაირად აი კარგად. ეს არის უძვირფასესი რამე. აი ხო ან თქვენ შეიძლება ხართ ასე, ან იცნობთ ვინმეს, ან სუმცირე კინოში გინახეთ, როცა აი დაუშვათ არიან წყვილები, როცა დაუშვათ ფინანსურად სიტყვაზე არიან ძალიან გადასარევად არის თქვათ მამაკაცი, მაგრამ აი ეს არა აქვს რაღაცა საერთო და ეს კაცი ღალატობს დადის იქ და კი ამ გოგოს ახლა შეიძლება კაი მანქანა ყავს, და შეიძლება ბიზნესიც გაუკეთო, რა ვიცი, 1000 რამე და მაგრამ აი სულიერად ვერ არიან კარგად რა. ანუ როცა იმ კაცს არ უხარია სახში მოსვლა, ამ ქალს არ უხარია მის ქმრის მოსვლა და არის ეგეთი მომენტები, როცა არ არის ასეამდე შეიძლება პირიქით რა, დაუშვათ ახლა ფინანსურად შეიძლება არ იყოს ისეთი ძლიერი, მაგრამ ნუ ან რელიგიის გინდათ ახლა, ეგაც რამდენიც გინდა არის ეგეთი რაღაცები რა. თავარი არის სულიერად კარგად იყო რა, დანარჩენი ყველაფერი ან იქნება ან ის რანაც, მაგრამ თუ ადამიანი შენ არ ქსიამოვნებს და სულიერად ვერ იღებ, ნუ არ ვიცი, აქ რა უნდა შეცვალოს ახლა. რა ფინანსები ახლა, ეგაც ტანჯვა, მაინც დაშორდებიან, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ადამიანი მიხვდება, რომ მარტო ფულის გულის, კომფორტის გულისთვის, კიდეც შვილების გულისთვის, კიდეც ბიზნესის გულისთვის, ნუ სული მაინც მოითხოვს თავისას რა. ნახოთ ახლა თავში რა აქვს, რაზე ფიქრობს ეს ადამიანი ახლა, სული რა დღეშია, გული. ახლა ყველაზე ძალიან რა აწუხებს მაგას, ესეც ვნახოთ. რაზე არ უნდა რომ საერთოდ ილაპარაკოს, არის ესეთი. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე, აი ესე გავაკეთებ. რა ადგილს იკავებთ თქვენ მის გულში, უშუალოდ. და ვნახოთ ახლა რამდენად გაუმკლავდება ეს ადამიანი ამ თავის პრობლემებს და როგორ ეს ყველანაირად თქვენს ურთიერთობაზე იმოქმედებს. აი ასე. так, რას ფიქრობს, ხო? ну, რას ფიქრობს, ხოთა შორის ამ ადამიანს, რას ფიქრობს და სიყვარულზე, თუ არის მანძილზე ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს უეჭველი და იმაზე ფიქრობ დაბრუნებაზე თქვენთან, იმიტომ რომ აი სულ თქვათ ახლა ეს გული დაატარებს რა, ამ კიდე რას ფიქრობ, აქ ცოტა ისეთი რაინდი არის, ну, თასების სევდიანი რა. აქ როგორ არის, იცით, მოდით აბა კონკრეტულად კიდე ვკითხოთ, ჩვენ რა აქვს ახლა ეს რატომ არის ესეთი მდგომარეობა, იმიტომ რომ შემიძლია ვთქვა, იცით, ну, სევდა აქვს უეჭველი, აი რაზე სიყვარულზე კი ფიქრობს, მაგრამ კიდე რაზე რაღაცა თუ შორს არის დაუშვათ, ენატრება თავისი სახლი, ენატრება ის, რაც მას ახარებს. უდიდესი, ну, ბევრი ესენი აქვს, რა ქვია, ფიქრები აქვს ამ ადამიანს მართლა, მაგრამ აი უფრო დასები არის, როცა ადამიანი, ახლა ხმარები რო იყოს, ცოტა სხვანაირად არის ეს ფიქრები, გაიგეთ და ახლა როცა თასები, აი სულიერად რაღაცა მაწუხებს, სულიერად რა.
ფინანსები, ფინანსური მდგომარეობა, თუ დაუშვათ ვინმეს შვილი ყავს, ხო, და შორს თქვათ არის ან არა კონტაქტი, ეგაც უეჭველი აწუხებს. კიდე ფიქრობს ეგა, თუ არ აყავს შვილი, ეგაც ძალიან აწუხებს, რო იცოდეთ. იმიტომ რომ უნდა შვილი ყავდეს. მაგაზე ფიქრობს ძალიან ბევრს, კი. ბევრს ფიქრობს მაგაზე. მაგას გითხავთ, მე თუ დაგჭირდება, რატომ აშენ ახლა? თუ ყავს ხო, საერთოდ თუ აქ არის სამი ვარიანტი მაგის სევდიანების. ან პრობლემა არის ფინანსური, ან შვილზე ნერვიულობს, რომ არ შეუძლია თქვათ იმ შვილს, თქვათ მისცეს ის, რაც მას უნდა რომ მისცეს. ან პირიქით, შვილი უნდა და არ აყავს და ოცნებობს, მაგრამ აი ფიქრობს მაგაზე ბევრს. კარგით. სულზე, ოჯახი. ნერვიულობს. აი იცით როგორა თავისი საგვარეულო. რომ შეიძლება იცით როგორი მომენტი, ოჯახზე ფიქრობს ეს. ამ ადამიანს უნდა რომ ოჯახი შექმნას. სრულყოფილი ოჯახი. თუ ეს არის ახლა, ხო გითხარით, აქ უფრო მეტად იქნება, უფრო როცა მინდა რომ აქ კიდევაც სიგნიფიკაციაშიც ხო გვაჩვენა, რომ მინდა ვიყო იმპერატორი, მაგრამ ორი პაჟი ქონდა, გვერდ, ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ვერ ვქაჩავთ ჯერ იმისთვის არა ვარ მზად, იმიტომ რომ იმპერატორი ეს უკვე ესეთი ტიპაჟი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს, ხო, ოჯახზე. და როცა შენ ახლა ხარ ესეთ როლში, რომ დაუშვათ არ შეგიძლია. აი ნახოთ ახლა რატომ არის ისე მომენტი იყო, რომ თქვენზე რატომ ნერვიულობთ დაკარგვაზე. აი იცით როგორ არის? გულზე რა აქვს? სხვათა შორის თითქოს აი რუსულად არის სმირენია, ანუ ეს არის როცა დათმობაც არა. სხვათა შორის მადლობა რომ ეხმარებეთ. სიუხვე გამახსენდა კიდე სიტყვას უდავიწყებული მქონდა ის რა ქვია, ბარაქიანი ქალი არის იმპერატრიცა, სულ დამავიწყდა და მადლობა რომ მიკარნახეთ. ზოგი სიტყვა ვიცი, მაგრამ დავიწყებული მაგრამ. ვიხსენეთ, მადლობა თქვენ რომ ახსენებთ. ანუ ესე იგი გულზე სევდა არა. ანუ თითქოს ვიღებ ამ სიტუაციას, როგორიც არის, ისეც როგორიც არის. როგორ არის იცით? ანუ იმეც არ კარგავს, რომ რაღაცა შეიცვლება. კი. ანუ თითქოს ახლა ნახეთ როგორ არის ადრე თუ გვიან რაღაცა შეიცვლებაო. კაი, ნახოთ, მოდით სულ გავხსნით, მე უფრო კიდე ეხლა ყველაზე ძალიან რა აწუხებს მაგას. ეხლა ფინანსები, ეხლა ფინანსური მდგომარეობა, სამსახური, ყველაზე ძალიან აწუხებს ის, რომ აი რა შემიძლია გავაკეთო, რომ ბევრი ფული მქონდეს, რომ ვიმუშაო სამსახური, აი ეგეთი მომენტები აწუხებს, რა სად გამოვიყენო ჩემი თუნდაც აი ცოდნა, ძალა, მამაკაცური თემა არის ესეთი რა, ანუ იმენა ფინანსებზე უფრო არის ეს გადართული ეხლა ფინანსებზე. რაზე არ უნდა რომ გელაპარაკოთ? თავის ნერვიულობაზე, თავის პრობლემებზე. იმაზე რომ გზაბნეული და დაბნეული რო არის, ამაზე არ უნდა რომ გელაპარაკოთ, არ უნდა. აი თქვათ ახლა როგორ არის, იცით? ანუ თავის ემოციებზე, თავის შიშებზე, თავის განცდებზე არ უნდა რომ ელაპარაკოს. ახლა იმიტომ რომ კაცისთვის ძალიან ძნელია ეს პოზიცია. ეგა ჩვენ გოგოებს გვაქვს, რატო აი მაგალითად ნახეთ, ანუ თქვა ტრენინგები არის თუ რაღაცა მარათონები, მარათონი სხვა შეს გელოდებით, ხო? იცით თქვენ 3 დღიანი მარათონი მატრიცაზე გვექნება.
შემოდით კლუბში და გაიგეთ ინფორმაცია. ამას არ უნდა. ეგ მამაკაცები არ დადიან, იმიტომ რომ მამაკაცების ძნელია ეს მომენტი, რომ იკითხოს. ეს ძალიან იშვიათობა არის, როცა მამაკაცი მიდის და ვინმეს ეკითხება. და დარწმუნებული იყავით, რომ აი ფსიქოლოგთან რომ მიდიან, თქვა, კიდაც ახლა დადიან ტაროლოგებთან, ხო? ანუ მაგას ახლა ჩვენ გოგოები როგორ რომ გამოსულები არა ვართ, აბა ყველა და ქალს უნდა დაურეკოთ და უთხრეთ რა იყო, ხო? ან პრობლემა რო გვაქვს, ახლა ეგრევე უნდა გავიზიაროთ. ახლა ვინმე ისეთ ადამიანებთან, ვისაც ჩვენ ვენდობთ, მაგრამ მამაკაცებთან ეგრე არ არის, არ ხდება. ეგ არის, ну, არ ვიცი რა, ძალიან ისეთ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომ უთხრეს, თორე სხვა შემთხვევაში ეგენი მიდიან, აი ნახეთ, რატო არ უყარ, დაუშვათ აი ხალი რო ეკითხა, მითხარი რა გჭირს ბიჭო, მითხარი, იქნება მე რამე შემიძლია დაგეხმარო და რა უნდა დამეხმარო თავი დამანები. აი ეგეთ საუბრები. გაგიგიათ, დარწმუნებული ვარ. რატო? იმიტომ რომ მამაკაცი მიდის მამაკაცთან იმ შემთხვევაში, თუ მაგას შეუძლია რომ დაეხმაროს იმ მოცემულ სიტუაციაში. თუ დაუშვათ, იცის რომ ის, არავინ არ აყავს ისეთი, რომ ვისაც შეუძლია რომ მას დაეხმაროს, საერთოდ არ წავა და არავის არ მიმართოს. მithumetes, როცა სულიერად არ არის კარგად, ხო? ეს არის ძალიან იშვიათი და დაიჭირეთ ხოლმე ეს მომენტი, როცა მამაკაცი თქვენ გელაპარაკებათ თავის რაღაცა აი ასეთ მომენტებზე, იმიტომ რომ შეიძლება უცბად თქვათ, ახლა მოხდა ის მომენტი, რომ თქვათ გითხრათ. ის რომ თქვენ მაგას დაუწყოთ ჯიჩინი, რომ აი მითხარი და რა ხდება, არაფერს არ გეტყვის და მე შეიძლება კონფლიქტი მოხდეს რა. ჯობია ასეთ მდგომარეობაში საერთოდ კაცს თავი დაანებოთ და ჩაიკეტოს იქ თავისთვის და იფიქროს და თუნდაც ტელეფონში იჯდეს ახლა, გაგდეთ ეჭვიანობა, რომ ახლა რადგან ტელეფონში ზის, ის იგი ვიღაცა ქალებს ეძებს და ელაპარაკება. არა. ამათ სჭირდება შეიძლება თქვენ რომ აი თუ გინდათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ. აი დაუშვათ ზიხარ, თქვათ და ზის თქვენი მამაკაცი, თქვათ ტელევიზორთან ან ტელეფონს სკროლავს, ხო? და დაუძახათ, თუნდაც აი ჩუმად. ან და არ გიპასუხებს და მეორე დაუძახა და ასე რა თქვი? ეს არის იმიტომ რომ იქაც არ არის, იმ ტელეფონშიც არ არის. ის არის თავის ფიქრებში. გაიგეთ, განცდებში. არ წამოვა, ეგ არის გეუბნებით, აი ძალიან იშვიათად თუ გულს გახსნის და გეტყვის. იმიტომ კი არა რომ არ გენდობა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ქალი. და ქალმა რა უნდა გადამიწყვიტოს? აი რა. გეტყვის მაშინ ახლა, კაი მომეცი ფული, მჭირდება, გეწყინება. ახ, მე შენ ფულის გულისთვის გჭირდები, ხო ხდებით რა, ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს. ამიტომ არ გეწყინოთ რა და ეს კარგად გაითვალისწინოთ უბრალოდ, რომ თუ ადამიანი არის ესეთ მდგომარეობაში, როგორც ახლა თქვენი მამაკაცი, მაგას უბრალოდ სჭირდება დრო, რომ даже თუნდაც წავედეს მეგობრებთან, ხო? წავიდეს, იმიტომ რომ იქ მამაკაცები არიან რაღაცა ხუმრობით იმით ამით, შეიძლება უფრო კარგი მომენტი არის. არ იფიქროთ, რომ აი, მე ხო მაგისი მეუღლე ვარ, მე ხო მაგისი ქალი, მე ხო ყველაზე ახლო ადამიანი. თუ საჭირო იქნება, მოვა და გეტყვის. თუ არა და ეკეკებით, არ უნდა მამაკაცებს თქვენი დახმარება ეგეთი, არ სჭირდება, დაემახსოვრეთ. თუ არ გინდათ კონფლიქტი, რა თქმა უნდა, თუ გინდათ სინჯეთ. და მე არ თქვათ, რომ აი ეგ ისეთია, ასეთია, თავის მეგობრებს, ასეა. ეგ ჩვენ შეგვიძლია გოგოებს დაუჭდეთ და იცი რა არის? აი ჩემმა და ქალმა, აი სამსახურში, აი რაღაცა. და ის შეიძლება და თქვენ ამას როცა ეუბნებით მამაკაცებს, ერთი კარგად დაემახსოვრეთ. ჯერ უნდა გააფრთხილო. ჩამოსიხარულო. ეხლა მე შენ უნდა მოგიყვე, მე და ჩემს თანამშრომელს მოგვივიდა რაღაც არასასიამოვნო სიტუაცია, უბრალოდ მინდა მოგიყვე, არ მინდა არანაირად თქვა ჩარევები, просто მოგიყვები, რომ მე უფრო ხო იცი, ქალი ვარ და მინდა რომ ვთქვა. და მოუყევით, ის მოგისმენ. თუ თქვენ ამას არ აფრთხილებთ და იცი რა არის? იმ საზიზღარმა რა გააკეთა, იცი? აი ასე მაწყენინა, აი ასე თქვა, იცი? აი იცი როგორი ვინ არის მომეც ერთი მაგის ტელეფონი დაურეკო და წავიდა სიტყვები. იქ ხო არა აქვს ის რაღაცა, ხო ვიცი თქვენ რაც და მაგის დედასაც ეგრევე
ახსენდება რატომღაც ხო იმას და ასე შემდეგ. მივხვდებით ხო? ამიტომ კაც აქ ეგეთი თვისება უნდა თუ პრობლემა გაქვს, უნდა გადავწყვიტე თუ არა და რას მელაპარაკე. ანუ გამაფრთხილე მაინც რო თქვა, ხო? რომ ეგრევე იციან ამათმა ეს არის უკვე მაგათ ბუნებრივად. აი ბიჭები თუ არიან აქ დამეთანხმდით რომ მართალი ვარ. თუ გინდათ. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ თქვენზე რას ფიქრობს. ნუ აი სხვადასხვა უკვე მე რამდენი გაშლა გამოდის ტუზი თქვენზე. ანუ ეს არის რა? ეს არის უდიდესი ჯილდო, საჩუქარი, უდიდის ხდის საჩუქარი. ყველაფერი, ადამიანი, რომელიც ახლა ყველანაირად აი ღმერთმა მაგისი თავი მაჩუკა, ჩემი სამყარო, ჩემი სახლი, ჩემი ქალი, რომელიც მე ვფიქრობ, ყველანაირად აი ტუზ პენტაკლების ტუზი მიყვარს უზომოდ, იმიტომ რომ ეს არის ესეთი ენერგია, რომელიც აი მართლა გვეუბნება, აი მთელი სამყარო, მთელი ყველაფერი ხარ ჩემი რა, ანუ ძალიან უძვირფასი ადამიანი ხარ და თქვენ და თქვენი ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია. უძლიერესი ქალი, რომელიც ხართ, როგორ იცით, მისი ძალა, მისი ანუ ქალი, რომელიცაც აი იცის, მაგან ისედაც კარგად იცის თქვენი დახმარებების გარეშე, რომ თქვენ ხართ ის მისი საყრდენი. ქალი, რომელიც არის კაცის საყრდენი, ეს არის უდიდესი შეფასება კაცის მიმართ. რას ნიშნავს კაცის საყრდენი? ის რომ მაგას შეუძლია მოვიდეს ამ ქალთან, გინდაც ცუდ ხასიათზე, გინდაც კარგ ხასიათზე, გინდაც ახლა პრობლემებით, გინდაც ახლა შეიძლება ფული არ ქონდეს, შეიძლება ის არ ქონდეს, მაგრამ აქ არის ნახეთ არ შეგეშალოთ ხოლოდ აი სხვერპლების და სხვადასხვა როლებში, არ შეგეშალოთ, ეს სხვა თემაა. ეს არის სხვანაირი მიღებული, ნუ ანუ ეს რას ნიშნავს, იცი? მე ვიცი, რომ მე ტვინსაც არ შემიჭამენ, ნუ ეს კულტურულად ვამბობ. მე ვიცი, რომ აქ ანუ მე ვენდობი ქალს, გაიგეთ? ანუ როცა გრძნობს, რომ ეს ქალი ჩემი ერთგული კაცებისთვის არის უდიდესი მნიშვნელობა, რომ ქალი იყოს მისი ერთგული. всё, ერთგული. შეიძლება ტვინსაც უჭამთ და ყველაფერსაც აკეთებთ, მაგრამ ერთგულია, არ მიღალატებს. ეს არის ყველაზე უმთავრესი კაცის. ახლა იტყვით რომ ხო ქალისთვისაც მე გეუბნებით კაცებზე ახლა. არ მიღალატოს. არანაირად, არც გონებრივად, არც ფიზიკურად, არანაირად. იცის მაგან რომ თქვენ თუნდაც თქვენ და ქალთან ან ნათესავთან ან თანამშრომელთან მასზე ცუც არ იტყვით. იმიტომ რომ შენ თუ იძახე რომ ეს არის საზიზღრობა, შენ საზიზღრობის ქალი ხარ. ხომ ასეა? შენ თუ შენ თავს აფასებ, შენ ასე არასოდეს არ იტყვით თუნდაც შენს კაცზე. იმიტომ რომ ეგრევე ეს იგი აბა შენ მაშინ ვინა ხარ თუ ხარ ეგეთ ადამიანთან, ხომ ასეა? აი ამას აქვს იმისი იმედი რომ ეს არის, ანუ იმიტომ გითხარით, ნახეთ სიგნიფიკაციაში და გაიხსენეთ რომ იყო რომ დაკარგვის მეშინია. ასეთი ქალი როცა კაცის ცხოვრებაში ხდება, ურთულესია მისი დაკარგვა, იმიტომ რომ შიში გაქვს, აი კიდე ვინმეს ასე შევუყვარდები, კიდე აი ასეც როგორიც ვარ ეხლა, კიდე ვინმე მიმიღებს, ადვილია მიიღო ადამიანი და მამაკაცი როცა ყველაფერი კარგად აქვს, როცა ფულებიც აქვს დალაგებული, როცა კაი სამსახური, როცა კარგი მანქანა, ვის არ უნდა, ხო ყველა მიიღებს, მაგრამ აი შენ რომ თუნდაც აქ ეს ფულიც, ეს მანქანაც და ეს სამსახურიც, მაგრამ რაღაცა ვერა ვარ კარგად დღეს. აი ეს ხელშეკრულებას ვერ მოვაწერე ხელი. აი დიდი ხანია ველოდებოდი თქვათ ამ პროექტს არ მოვიდა. ნუ მე ხა ვიძახე უკვე ისეთ ადამიანზე თქვათ, ვინც თქვათ ბიზნესი და რაღაც იმათი საერთოდ ძალიან რთულია მაგათი ცხოვრება. და იცის რომ მოვა და მაგას ყავს აი საყრდენი სახში. ეს მნიშვნელოვანი არის, ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის და ნუ მამაკაცებისთვის საერთოდ რა. და ამიტომ როცა არის რაღაცები, აი ნუ ასე დავარქვათ, მოდით დაბრკოლებები, ხო, რაც თქვით ჩვენ ეს სხვაობები.
და შენ აქაც იცით როგორ არის თუ ადამიანი არის აყოლილი დაუშვათ ნუ იმაზე ვინ რას იტყვის, რას იტყვიან ხალხი თქვათ, ხა ზოგი თქვათ წესებს, ტრადიციებს, ასე ნუ თქვათ საზოგადოებას თქვათ თუ მისთვის მნიშვნელოვან მშობლებს გინდათ, ნათესავებს თუ არის ადამიანი თქვათ ახლა ნუ მამაკაცი თქვათ დავუმჩო მამაკაცი ლაპარაკობ თქვათ იმაზე რას იტყვიან ხალხი შეიძლება მე უკვე მაგაზე ნუ აი ხა აქაც ნახეთ ამას უნდა რომ იყოს ოჯახი აქაც პენტაკლების ტუზე აქაც პენტაკლების ტუზე ესე იგი თქვენზე აქ არის ლაპარაკი გაიგეთ რა ხდება რომ ვთქვი რომ ოჯახი უნდა აღარ მინდა მოტყუება მაგრამ ეთყობა არის რაღაცა რაც მას აჩერებს და არ აძლევს საშუალებას რომ ეს ვაღიარო ვაჩვენო ვთქვა საჯარო გაშლა ყველა თავისას იღებს გვახსოვს ჩვენ შეიძლება ზოგი აღიარებულიც არის დიდი ხანია თქვათ ეხლა ამად ეს ადამიანი ჩუმად იყო და ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო რომ აღარ მინდა ამ ტყუილებში ცხოვრება და უკვე მზად ვარ ვაღიარო ან შეიძლება კიდევაც უკვე გითხრათ რომ ჩემი ცოლი იყავე საჯაროში ნუ ასე რა ვხდათ ეხლა ეს პირადი გაშლა არ არის ამიტომ ყველა თავისი დაიჭიროს რა და ვნახოთ როგორი ადგილს იკავებ თქვენ მის გულში ყველაზე მთავარს პენტაკლების მეფე ეს არის იგივე იმპერატორი ყველაზე მთავარს ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს სულ თავის თავი ხო გვაჩვენა მაგან ახლა იმპერატორად ანუ ადამიანი ნახეთ ამ პენტაკლების მეფე ნახეთ როგორი ტიპი არის ადამიანი მზრუნველი ეს არის როგორი მომენტი იცით როცა მე მინდა შენზე ვიზრუნო მე მინდა შენზე პასუხისმგებლობა ავიღო მე მინდა ყველაფერი თუ რამე გამაჩნიე შენთვის კიდევ გეუბნებით შეიძლება მაგაზე არ გელაპარაკებათ აი აქ რომ მე რო ვთქვი რომ შვილზე აქ ახლა შეიძლება იყოს ის მომენტიც რომ რითი გაგახარო მინდა ფული მჭირდება რომ გაგახარო მე გაგახარო ესეც არის შეიძლება აქ ეს მომენტიც იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ანუ ხარ ის ადამიანი რომელსაც მე ვენდობი იმიტომ რომ ნახეთ კაცებს საერთოდ ნუ ბევრს გონიათ რომ აი ქალს როგორ უნდა ენდო ქალს როგორ უნდა დაუჯერო ქალი რომ აი აქ თითქოს აი აქ არ არის ეს ენერგია აქ თქვენ რაღაც ეთყობა უკვე კი ნუ რაც თქვი რომ ყველაფერი ფიქრობს სამსახურზე ფიქრობს ყველაფერზე აი რა გავაკეთო როგორ გამოვიდე იმ სიტუაცია როცა მე ვერაფერს პენტაკლების მეფეზე რა თქვენ ხართ ეს ადამიანი ვიზეც უნდა რომ იზრუნოს კი სამსახურიც მაგისტვის მინდა ფულიც მაგისტვის მინდა ყველაფერი მაგისტვის მინდა თუ ეხლა იტყვით რომ არ არის ჩემი კაცი ეგეთი ან თქვენ არ იცნობთ თქვენ კაცს ან თქვენი გაშლა ეს არ არის და თუ სიგნიფიკაცია თქვენი იყო ისე იგი თქვენ უბრალოდ თქვენ კაცს არ იცნობთ კარგად და თუ ადამიანი ნახეთ შეიძლება გეუბნებით რომ არის რომ ეს მომენტი რომ არ უნდა მაგას ხო გითხარით არ უნდა ლაპარაკი ეს აწუხებს და არ მინდა ამაზე ლაპარაკი. всё. და შეიძლება უცნაურობა მოგეჩვენოთ სხვათა შორის ახლა ვინც ახლა უყურებს ახლა ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს უძილო ღამეები და მთვარე ძალიან მოქმედებს მაგაზე ძალიან აქტიურად მოქმედებს ახლა ამ პერიოდში ვინც უყურებთ თქვენ ამ ეს თქვენთვის ნუ ვნახოთ რამდენად გაუმკლავდება ეგა თავის ამ სიტუაციებს და დაუშვით ნუ და ეს როგორ იმოქმედებს თქვენ ნუ ყოველ იცით რა არის ეხლა რამდენად გაუმკლავდება ახლა და კაცი ზის კამზე და ოცნებობს რაღაცებზე ყოველ შემთხვევაში ოცნების დონეზე გაუმკლავდება ანუ მითხარი აქ რას ოცნებობ შენ რამდენად გაუმკლავდება
ნუ აქ რა არის იცით? აი შეხედეთ 7-იანი 7-იანზე. ანუ მეუბნები რა გინდა? ანუ რამდენად გაუმკლავდება? ამას ნუ ქალი ყავს, რომელიც უყვარს, ქალი ყავს, რომელიცაც ფიქრობს, ქალი ყავს, რომელიც არის ანუ თქვენი გულისთვის, თქვენთან სტაბილური ურთიერთობის გულისთვის ნამდვილად თუნდაც ვიოცნებთ მაინც. რომ რაღაცა გავაკეთო, აი, ის მაინც გითხარი, ქმედებით რამე სიზავ. კიო. აუცილებლად გავიზრდები და მერე. კი, გავაკეთებ აუცილებლად ნაბიჯებს, ნუ ყოველ შემთხვევაში, გოგოებო, მე შემიძლია გითხრა, აქ არის ისეთი მომენტი, რომ აქ ადამიანს უნდა თქვენთან სერიოზული, ნუ აქ არ უნდა წასვლა არსადა თქვენგან რა. კარგათაც გრძნობ თავს, ვეცდები მაქსიმალურად, რაც შემიძლია გავაკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ერთად და კარგად და დიდხანს. გოგოებო, შეიძლება ვიღაცა მართლა მიიღებს წინადადებასაც. მაგრამ ვიღაცას ძალიან უნდა შვილი თქვენგან. ნუ სიყვარული, აქ სიყვარულია. აქ არის სიყვარული, არის აქ სიყვარულის კაცი არის მიჯაჭული თქვენზე. всё. მაგრამ შვილი უნდა. всё, ეს უკვე თქვენი პასუხისმგებლობა. მე გითხარით, ჩემო ლამაზებო, всё, ამით დაგემშვიდობებით, დავამთავროთ. ძალიან მაგარი გაშლა იყო, გელოდებით კომენტარებში. უდიდესი მადლობა ყველა თქვენი პატარა, აი გულებსაც რომ ეგზავნით, ძალიან როგორ არის, ასე, ხო? ნუ კარგი, მიხვდეთ თქვენ. და გელოდებით მარათონზე. მოდით კლუბში და მოგიყვებით თქვენს ენერგიებზე. უყუროთ ჩემს სტორიებს, ვაკეთებ, ეხლა დავიწყე Instagram-ზეც, Telegram-ზეც, TikTok-შიც ვაკეთებ, რომ თქვენ იცოდეთ, რაზე ვისაუბრებთ. კლუბის ლინკი, დამხმარე ჯგუფის ლინკი, ყველაფერი ვიდეოს ქვეშ. და ფრთხილად კიდე იმ თაღლიც არ წამოეგოთ რა. ის მოგწერს თუ არა, თუ მოგწერათ ვინმე ჩემი სახელით TikTok-ზე, აი აქ ამ ვიდეოს ქვეშ მოძებნეთ ჩემი ნომერი, ნებისმიერი ნომერი, რომელიც აქ წერია, აი აქ ამ ვიდეოს ქვეშ და მიწერეთ, რომ აი ეს მომივიდა ვალენტინა, შენ ხარ? გაიგეთ? არ მიწეროთ არავის, არ მისცეთ არანაირი ფულები, დაღლიტი არის, ფულებს უკვე ითხოვს და უკვე რომ იმეშლება, ამიტომ გაუფრთხილდეთ რა, მე ხა ვერ რაც შემიძლია ვაკეთებ, ხა TikTok-ს გუშინ მოვისმინე კიდევაც ინფორმაცია, საინტერესოდ მუშაობს სამყარო, მოვიდა ისეთი ანუ დამაარსებელზე, იმ ადამიანზე იყო მოკლე ვიდეო, რომ ნუ ვინც არის, მაგრამ ბოლოში ეგაც თქვეს, რომ ყველაზე დიდი პრობლემაა TikTok-ის უსაფრთხოება, რომ არ იცავენ აი ეს მომენტები თურმე, ახლა რა თქმა უნდა მე პირველი არ ვიქნები, ვისაც ეს დაემართა, აი ეს არ აქვს დაცვის ეს მომენტები არ აქვს რა, ამიტომ რა ვქნა, მე როგორც შემიძლია გიცავთ, მაქსიმალურად ვცდილობ და უბრალოდ თქვენს აი ეს გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ, გულით გთხოვთ, სულით ყველანაირად, რომ ნერვიულობ მართლა უკვე აი ძალიან რა. მიყვარხარ ძალიან და ყველაფერს გისურვებთ მხოლოდ და მხოლოდ კარგს.